ვისაც აი ესეთი ცომი გინდათ პიცებისთვის, ხაჭაპურებისთვის, ღვეზელებისთვის, აი ესეთი ცომი ვისაც გინდათ სასწაული, საოცარი, ინახება დიდხანს, შეგიძლიათ მაცივარში ძალიან დიდხანს შეინახოთ საყინულში, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, როგორ ვამზადებ ცომის რეცეპტი ხაცასგან მიყვარხართ. სამები ჩემს საყვარელო გამომწრებო კვირაცხოვლობას გილოცავთ ყველას. ეხლა აი ამ კერამიკის ულამაზეს ჯამში მაქვს ჩასხმული ლიტრა ნახევარი წყალი. აი არ მახსოვს, რომ ჩემი ოჯახის წევრს, განსაკუთრებით ჩემ შვილს, ეთქვას, რომ პიცა გამიკეთე და როდესმე წავსულიყავი და აი გამზადებული ცომი რო ამოაქვთ, ამომეტანა, იმიტომ რომ აი პიცის ცომი უნდა იყოს უგემრიელესი და ეხლა გაჩვენებთ რა მარტივად მოვამზადებ უგემრიელეს პიცებს, პიცის ცომს, ანუ ამით შეგიძლიათ ხაჭაპურიც გამოაცხოთ, პიცებიც გამოაცხოთ, ღვეზელებიც გამოაცხოთ, გამოატარეთ აუცილებლად მაცივარი, მაგრამ ვინაიდან ახლა მიჩქარება, 1 საათში უკვე შემიძლია რომ გამოაცხოთ, აბა მიყევით რეცეპტს, აქ არის ლიტრა ნახევარი თბილი წყალი, გავუკეთებ აუცილებლად შაქარს, შაქარი უხდება არასავსე კოვზი, გავუკეთებ აუცილებლად მარილს, მარილი აი ესე სავსე კოვზი და ესე უნდა ამოვიდიოთ კარგად უნდა გამოვიდიოთ. ეხლა ამაშივე ჩავასხავ 3 სუფრის კოვს კარგ 1, 2, კარგი ხარისხის ზეთს 3. ამაშივე გავუკეთებ 3 სუფრის კოვს მაიონეზს, კარგი ეცადეთ რომ კარგი ხარისხის მაიონეზი იყოს 1, 2, თვალისწინით 3. მეტი არ უნდა ამას. ესე და კარგად ამოვიდა. კარგად მოგაიხსნას ყველა ინგრედიენტი. ძალიან მარტივია და გემრიელი ცომია. ესე ძალიან ბევრჯერ მოვამზადე ეს ცომი, მაგრამ მაინც ყველა მეკითხებით, რომ აი მაშივე ჩავტოვებ ამას თქვით, ახლა გავუკეთებ საფუარს. საფუარი შეეცადეთ რომ იყოს ახალი. აი ესე გავუკეთებ 1 სუფრის კოვს და კიდე ცოტას გავუკეთებ. და აი ამ ცომის მთავარი ფიშკა არის ის, რომ ეხლა აღარ უნდა შევეხოთ, ნახეთ, ეხლა სანამ 7 წუთი, ზუსტად 7 წუთი, სანამ არ გააქტიურდება საფუარი, მე ამას არ შევეხებ. მე დავაცრებ ქვილს, ლიტრა ნახევარი წყალია, დაახლოებით 3 კილო ფქვილი მაქვს და გეტყვით რამდენი ფქვილი წავა და გაჩვენებთ როგორ მოვზელ ცომს. გავიდა 7 წუთი დაახლოებით და ესე ვიგავით ამოვიდა კარგად. მორჩა, ყველა ინგრედიენტი რაც გავუკეთე გაიხსნა, მე აღარ მჭირდება უკვე. ეს სათქვაფი გავუკეთებ დაახლოებით 1 ჩაის კოვს კარგი ხარისხის კონიაკი იქნება, რომ იქნება ჩემგან იცოდეთ, რომ ცომელს ძალიან უხდება და აკეთილშობილებს და ეხლა რა თქმა უნდა ჩავაცრებ ქვილს და დაგიბრუნდებით. დაახლოებით 1 კილო ფქვილი დავაყარე და მივიდე აი ესეთი მასა, ნახეთ, სქელი არაჟნის კონსისტენცია აქვს, მაგრამ კიდე წავა, სადღაც 2 კილო ნახევარი ფქვილი წავა. ფქვილით არ უნდა ჩავამაგროთ, ამას გაჩვენებთ და ზეთით უნდა დავასრულოთ ცომის მოზოლა. მე ცოტა ხანი შევინახავ მაცივარში. ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ აი ცომთან ვერ მეგობრობ, იმიტომ რომ ფქვილით ამაგრებთ. აი ნახეთ ახლა როგორი მასაა ჯერ, მაგრამ არ ვამატებ ფქვილს, ეხლა ხელშივე დაახლოებით არ მეზარება. ხელით იმიტომ მე მაქვს ჯიჯაუში ნაყიდი მიქსერის საუკეთესო აი ესეთი 2 კილომდე ცომი რომ მოვზილო საუკეთესო მიქსერი, მაგრამ ვინაიდან ბევრ ადამიანს არ აქვს ცომსაზელი, მინდა რომ აი ესე ხელით რა მარტივია, აი ესე ხელით
15 წუთი სანამ საფუარი ხელში არ ამომივა, აი ესე კარგად დავამუშავებ და ეხლა ეს ოდნავ თხელია, მე კიდე დავამატებ, რა თქმა უნდა, დაახლოებით როგორც თქვი 2 კილონახევარი ფქვილი წაგივად და მე დავამთავრებ ამ ყველაფერს უკვე ზეთიანი ხელით. გადავაფარებ და მე როგორ პიცებს გამოვაცხობ, აი სასწაული ცომია და გაჩვენებთ ამოსულ ცომსაც. აი ნახეთ როგორი ცომი გამოვიდა. ამას მე ფქვილს აღარ დავამატებ, აი გეჩვენებათ, რომ აი ნახეთ როგორია, გეჩვენებათ, რომ ხელზე გეკრობათ, თხელია ცომი არ არის მეგობრებო, ეს უკვე დასრულებულია. ეხლა აი ნახეთ, ოდნავ ხელზე დავისხავ ზეთს და ზეთით დავამთავრებ პროცესს, გადავაკრავ ცელოფანს, რა თქმა უნდა, და რომ ამოფუვდება, მე თქვენ გაჩვენებთ, როგორი ცომი გამოვა. მე რაც გინდა თუ გინდა ხაჭაპურები გამოაცხეთ თხელი, თუ გინდა ღვეზელები, პიცები, აი გაგიჟდებიან, აი ნახეთ, აი უკვე ხელში როგორ ამოვიდა, ნახეთ ამას მეტი არაფერი არ უნდა დედამიწის ზურგზე, არანაირად არ უნდა ფქვილით ჩამაგრება. აი ფქვილით რო ამაგრებენ, მე მაგიდაზევე ამოვიღებ, მოვაყრებ ფქვილს და მაგიდაზევე ამოვაბურთავებ და გავშლი პიცებს ხელით. აი თლიანად ხა ეს უკვე ამას აღარაფერი არ უნდა, ნახეთ როგორი ცომი გამოვიდა. ამას ახლა ცელოფანს გადავაკრავ და გაჩვენებთ უკვე დასრულებულ ვარიანტს როგორი გამოვა და მე რა თქმა უნდა პიცებსაც გაჩვენებთ. ეს მინდოდა რომ მეჩვენებინა მიყვარხართ. აი ნახეთ, სადღაც 1 საათში ნახეთ როგორი ცომი ამოფუვდა. აი ნახეთ, რო არ ჩავამძიმე ფქვილით, ეს უკვე მზად არის, მაგრამ მე კიდე ერთხელ ამოვაფუებ და დავიწყებ უკვე პიცების, ხაჭაპურების. აი ნახეთ, აი ხო ხედავთ, აი ნახეთ, აი მაგიდაზე, აი ხო გეჩვენებათ, რომ ოდნავ თხელია, მაგრამ არა, აი ეს არის ცომის ცომი ხათოსგან. ეხლა მაგიდაზე, ჩემს სამუშაო მაგიდაზე უკვე დავყრი ფქვილს და დავიწყებ პიცების გამოცხობას. ნახეთ რა ცომია, აი ნახეთ, აი სასწაული მიყვარხართ. მომზადეთ ამ რეცეპტი და გაახარეთ თქვენი ოჯახის წევრები. ახლა ამას კიდევ ერთხელ ამოვაფუმფულებ და მე დავიწყებ გამოცხობას. მიყვარხართ.